გამარჯობა, ჩვენ ვიმყოფებით თელავში, ქართული უნივერსიტეტის ქუჩაზე და ავდივართ ყოფილი ტურბაზის შენობაში, სადაც ახალმა თავსატეხმა უნდა დაიდოს ბინა. გამომყევით. ეს არის შენობის მთავარი შესასვლელი, სადაც გაკეთდება პანდუსი, რათა ეტლით მოსარგებლე ადამიანმაც მოახერხოს და შემოვიდეს თავსატეხში. წამოდით. ეს არის როგორც ხედავთ ბარის სივრცე, სადაც სამაგიდე თამაშების სათამაშო ადგილი იქნება, ხედავთ მაგიდებს და სკამებს. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სივრცე შენობაში არის ეს დარბაზი, რომელიც იტევს 100-ზე მეტ ადამიანს, არის აგერ სცენა, როგორც ხედავთ. აქ ჩატარდება ხოლმე კონცერტები, სხვადასხვა ტიპის წვეულებები და ასევე ეს იქნება ერთ-ერთი ძირითადი ადგილი, სადაც ბინას დაიდებს თელავის რასადროდის კლუბი და აქ ჩატარდება ხოლმე შეჯიბრებები და ტურნირები, რასადროდის თამაში. დიდი ოთახი, რომელიც იქნება მრავალფუნქციური. პირველ რიგში ეს იქნება შეხვედრების, ვორქშოპების და ტრენინგების სივრცე. ამ სივრცეში იქნება სინემა კლუბი, რომელიც გვინდა ჩაავაბაროთ სრულად ახალგაზრდებს, რომლებიც უხელმძღვანელებენ ამ კლუბს და აქ ვაჩვენებთ ხოლმე ფილმებს. და ასევე აქ გვინდა გავაკეთოთ საბავშვო სათამაშო სივრცე, ჯუნიორ კლუბი, რომელსაც უამრავი ბავშვი ელოდება. აი ამ თაროებზე განთავსდება ასევე წიგნები და იქნება მინი ბიბლიოთეკა, რომ ახალგაზრდებმა შეძლონ და წაიკითხონ აქვე წიგნები, რომლებიც მათ დააინტერესებთ. ეს არის მეოთხე სივრცე, მეოთხე საკმაოდ დიდი ოთახი, რომელიც ყველაზე დაზიანებულია და ვაპირებთ, რომ შევარემონტოთ. ესეც იქნება მრავალფუნქციური სივრცე. პირველი ამ სივრცის გამოყენებას ვაპირებთ როლური თამაშებისთვის, აქ იქნება მაფიის ღამის ოთახი და მისნაირი თამაშების ოთახი. ასევე ამ სივრცეში გვინდა რომ მოვაწყოთ თავსატეხის game lab-ი, ანუ სივრცე და კლუბი იმ ადამიანებისთვის, ვისაც უნდა რომ თვითონ შექმნას თავისი სამაგიდე თამაში. და ასევე თუ მოვაგროვეთ იმდენი თანხა რომ შევიძინოთ ტექნიკა, ან თუ ვიპოვეთ სპონსორი, ვინც დაგვაფინანსებს, გვინდა რომ როლური თამაშები, რომლებსაც თან ვითამაშებთ, ასევე გავსტრიმოთ ონლაინ სივრცეში. აი როგორც ხედავთ, ეს არის გარე სივრცე, სადაც შეგვიძლია რომ მაგიდები თავისი ქოლგებით დავდგათ და იყოს გარე ღია სათამაშო სივრცე ზაფხულში ან ზოგადად თბილი დღეებისთვის. აი გარედანაც საჭიროებს შერემონტებას ეს სივრცე. როგორც ხედავთ, აქ არის დაზიანებები. ასევე შეიძლება რომ ეს ტყე იყოს გამოყენებული კარვებისთვის და ზაფხულში შეიძლება რომ აქ გაკეთდეს რაღაც მინი ბანაკები, ბორდგეიმების მოყვარულებისთვის, ასევე რაღაც ფესტივალი, ერთდღიანი ან ორდღიანი. აგროვებული თანხით იგეგმება სივრცის განახლება და გარემონტება. ასევე სხვადასხვა საჭიროებების შეძენა, როგორც არის აპარატურა, სხვადასხვა აუეჯი, საჭირო ნივთები და რაც თავარია, გვინდა ბევრი ახალი თამაში შევიძინოთ თავსატეხისთვის. როგორც ხედავთ, თავსატეხი აღარ იქნება მხოლოდ სათამაშო სივრცე, არამედ ის იქნება საზოგადოებრივი ცენტრი. მოგვეხმარეთ ვიდეოს გავრცელებაში. მინდა გახსოვდეთ, რომ თუნდაც ერთი ლარის ჩარიცხვით თქვენ აძლევთ შანსს თავსატეხმა მეორე სიცოცხლე შეიძინოს.